მეგონია თუ რა დღეს 21 საუკუნეში შიდსის განკურნება თუ იცით? ან თუ არსებობს ამ ხრივ რაიმე ცდა? ცდა არსებობს, მაგრამ არ იკურნება. კაი, 21 საუკუნეში შიდსის განკურნება. შეიძლება რომ არ დაავადდება, საერთოდ არ განიკურნება. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეღავათ იქონდეს და გაუხანგრძელდეს სიცოცხლე ავადებს. შეიძლება თუ არა 21 საუკუნეში შიდსის განკურნება. არ მგონია რაც ჯერ ეგეთ ის არ გამოუგონიათ რომ განიკურნება. შესაძლებელია თუ არა დღეს 21 საუკუნეში შიდსის განკურნება. მე მგონია შეიძლება. შეიძლება? ასე ფიქრობ? მე ასე ვფიქრობ. მაინც მოინახება რაღაც წამალი რომ იმიტომ თავის დროზე არც შავი ჭირს რო ეძახდნენ. მაგის განკურნებას ხომ არ შეიძლება, ეხლა ხომ მკურნება. ეს მე მგონია შიდსის განკურნებას შეიძლება. იქნება კი. დღეს იკურნება თუ არა შიდსი? მგონია. როგორა? შიდსი განიკურნება თუ არა? მეც როგონი არა. არა ხო? და ის რამდენად მძიმეა ბავშვისთვის ამის გადატანა? ბავშვს გააჩნია როგორ რა პირობებში ცხოვრობს და რა პირობებით იზრდება. თუ ცოტა კარგი პირობები აქვს, მაგას გადატანა შეუძლია თუ არა და 21 საუკუნეში შიდსის განკურნება. განკურნება შეიძლება, მაგრამ აწყობს თუ არა აფთიაქს არიან, ვინც სამრებს იგონებენ. იმათ აწყობს თუ არა რომ ისაქნან. მე მგონი არ აწყობს. იმიტომ დიდი ფული გერდება. კიბოს განკურნება შეიძლება. მაგრამ ფარმაცევტულ წარმოებას მე მგონი დიდი ფული სჭირდება და ამიტომ და ხანგრძლივება ამ ავადობის. ერთ კითხვას დაგიგებია. ჩემის ჩაწერს ხო კითხვას იმაშენ. ბავშვის რამდენად დადვილია ამის გადატანა შიდსის? არავისთვის არ არის საკუთი თანაბრად ვრცელდება ყველაზე ამ დაავადების საშინელება, მაგრამ ბავშვს ის იმუნიტეტის ნაკლებობაზეა საერთოდ დამოკიდებული ეს დაავადება მეცლა და ბავშვისთვის ისეთივე მავნებელი და სამწუხარო შედეგის მომტანია როგორც ნებისმიერისთვის. იმიტომ რომ სხვა ადამიანურ ორგანიზმისთვის ის იმუნიტეტს აცნის ადამიანს და ნებისმიერი დაავადებით ხდება. ადამიანი იღუპება არა შიდსით საკუთრივ, არამედ იმით რომ მას იმუნური სისტემა უსუსტდება იქამდე რომ ნებისმიერი დაავადება მისთვის მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს. დიდი მადლობა.